მოგესალმებით ღვთისმშობლებო. თითქმის 2000 წელია რაც იესოს საჯაროდ აღიარებს ყველა ენა მსოფლიოს მასშტაბით. მოკრძალებით და პატივისცემით მოიხსენიებენ ყველა რელიგიის მიმდევრები, ხოლო ქრისტიანული სამყარო მუხლს იყრის მის წინაშე და მისი სახელი ყოველ სახელზე აღმატებულად ითვლება. რამ გახადა იესო ასეთი დიდებული? Ai am კითხვაზე პასუხის მისაღებად ერთი პატარა მონაკვეთი მინდა აგერ დავურთო, ეს გახლავთ ახალი აღთქმიდან, ფილიპელების წერილია, მეორე თავი, 8-დან 11-ის ჩათვლით მუხლებს დავურთავ. მოდით ჯერ მე-9 მუხლიდან წავიკითხავ, რითიც შესავალს გავაკეთებ და შემდეგ მთელი ყურადღება მერვე მუხლს მივაქციოთ, რადგან მან დააპასუხი იმაზე თუ რამ აქცია იესო ასეთ დიდებულ პიროვნებად მთელი სამყაროსათვის. ასე იწყება მე-9 მუხლი. ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, ღვთის მამის სადიდებლად. ახლა აი ამ მიმართულებით აღარ ვისაუბრებ, რომ მისი მიმდევრები თაყვანს უნდა ვცემდეთ და ვადიდებდეთ ზეციერ მამას, სიცოცხლის შემოქმედს, უზენაეს ღმერთს, იესოს მეშვეობით, რომელმაც მიანიჭა იესოს აი ეს ყველაფერი, რაც აქ გარკვევით იკითხება. მე-11 მუხლის ბოლო ხაზზე, აქ არის ხო ხაზგასმული, არამედ ვისაუბრებ იმ მიზეზზე, რამაც გახადა იესო ასეთი დიდებული მთელ სამყაროში. მე-9 მუხლი ასე დაიწყო, ხო, ამის გამო და თუ რის გამო, მოდით ჩაუღრმავდეთ ახლა მერვე მუხლს. როცა ადამიანის სახე მიიღო, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე. აი ამ მერვე მუხლში იესოს ორი მთავარი თვისება გამოიკვეთა: თავმდაბლობა და მორჩილება. რამაც გახადა ის ასეთი დიდებული. აი ამის წინა გასულ რიგით 93 ვიდეო რგოლში ვისაუბრე თუ როგორ ავლენდა იესო თავმდაბლობას და აქაც ჩანს აი ეს ერთი დეტალი, სწორედ ის ფაქტიც, რომ იესო, რომელიც ზეციური ქმნილება იყო, განსხეულდა და ადამიანში დედამიწაზე მოვიდა. ამას თავმდაბლობა ჭირდებოდა, იმისათვის რომ მამის დავალება შეესრულებინა. ესეც უკვე მეტყველებს თვითონ მის თავმდაბლობაზე და თუ მოისმენთ როგორც გითხარით გასულ 93 ვიდეო რგოლში, იქ ვისაუბრეთ თუ ჩვენმა მისმა მიმდევრებმა, ვისაც პრეტენზია გვაქვს ქრისტიანობაზე, რატომ და როგორ უნდა მივბაძოთ მას თავმდაბლობაში. და აი ამ ვიდეოში კი ვისაუბრებ, რა მხრივ ავლენდა იესო ზეციერი მამის იეჰოვასადმი მორჩილებას და როგორ და რატომ უნდა მივბაძოთ ჩვენ წინამძღოლს მორჩილებაში, მის ცხოვრებისეულ მაგალითებზე, აი ამ დაკვირვებიდან გამომდინარე. აქ მერვე მუხლში ეს აზრი არის, ხო? მორჩილი იყობო სიკვდილამდე. და შემდეგ მე-9 მუხლიდან სწორედ ამის გამო ის უფრო მეტად აამაღლაო ზეციერმა მამამ, უზენაესმა იეჰოვამ. ეხლა თუ რამდენად მორჩილი იყო იესო იეჰოვასი, ეს რომ კარგად გავიგოთ, საჭიროა დაუკვირდეთ სხვა მუხლებსაც, რომ საერთო სურათი დავინახოთ. მაგალითისთვის ავიღოთ ებრაელთა მიმართ მიწერილი წერილი მე-5 თავი, მერვე მე-9 მუხლის ნაწილს დავურთავ. თუმცა ძე იყო მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა. იესო მხოლოდ შობილი ძეა, ზეციერი მამის ის მისი პირველი ქმნილება იყო და ამაზეც ვისაუბრებ მე გასულ რიგით 9-დან 15-ის ჩათვლით ვიდეო რგოლებში. ამავე დროს თუ ნახავთ ასევე 80, 91, 92 ვიდეო რგოლებსაც და ვნახეთ, რომ ის ზეცაში ემორჩილებოდა ზეციერ მამას ყველაფერში. მას რატომღა წერია აქ სრულყოფილ ძეზე, რომ მორჩილება ისწავლაო, ან აქ მე-9 მუხლის ანაწილს დააკვირდით, რომ წერია, რომ იესო მამისადმი მორჩილებით სრულყოფილი გახდაო. როგორღა უნდა გამხდარიყო სრულყოფილი, ის ხომ ისედაც სრულყოფილი პიროვნებაა. მოდით ამისათვის ასეთ მაგალითს მოვიყვან, დაუშვათ მეომარს აქვს უნაკლოდ ნაჭედი ხმალი, რომელიც ბრძოლაში არასოდეს გამოუყენებია, მაგრამ სრულყოფილი ხმალია. უკეთესი არ იქნება აი ეს ხმალი ბრძოლაში გამოეცადა. ასე იყო იესოს შემთხვევაშიც. ის დედამიწაზე მოსვლამდე სრულყოფილად ემორჩილებოდა ზეციერ მამას, მაგრამ დედამიწაზე მოსვლის შემდეგ იესოს მორჩილება ისეთი განსაცდელებით გამოიცადა და გამოიწორთო, როგორცაც ზეცაში ვერასოდეს შეხვდებოდა.
შეასრულებდა თუ არა იესო თავის მისიას დედამიწაზე, ეს ზეციერი მამისადმი, რაც ჰქონდა, აი ამ მორჩილებაზე იყო სწორედ დამოკიდებული. გვახსოვს რაში რა დროს აი სატანამ, როდესაც სატანა ეშმაკმა წუნი დაждო ღვთისქმნილებას, რაში დაждო კონკრეტულად ბრალი ადამიანებს. ანუ რა ბრალდება წაუყენა შემოქმედ ღმერთს, რომ შენი ქმნილებაო, ადამიანიო, როგორიაო. მოდი გავიხსენოთ აგერ წიგნ იობიდან გამოვიყენებ ამ მონაკვეთს, იობის მეორე თავის მეოთხე მუხლები. სატანამ მიუგო იეჰოვას, ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა გაიწოდე ხელი და შეეხების ძვალსა და ხორცს და ნახავ თუ პირში არ დაგიწყოს გმობა. რა თქმა უნდა, იმ წუთას ახლა იობის თავს ხდებოდა ეს განსაცდელი, მაგრამ სატანის ბრალდება მხოლოდ იობს არ ეხებოდა. აქ სატანამ თქვა, სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაციო და არა მხოლოდ იობიო. კაცში მან შემოქმედის მიერ შექმნილი ყველა ადამიანი იგულისხმა, რომ ასეთი ეგოისტები არიანო შენი ქმნილებები ადამიანები და ერთგულებას არად ჩააგდებენო, დაუმორჩილებლობას ამჯობინებენო, თუ კი მათი სიკვდილ სიცოცხლის საკითხი დადგებაო. ამიტომ იესოს მორჩილება ყველაზე მეტად სწორედ მაშინ გამოიცადა, როდესაც სიკვდილის პირისპირ დადგა და პირდაპირი გაგებით მის ტყავსა და ძვალს შეეხო სატანა თავისი მარიონეტების ხელით. უფრო მეტიც, სულიერად რომ გაეტეხა იესო, რომელიც ყოველთვის ზეციერი მამის შესახებ ქადაგებდა, ზეციერი მამის სიყვარულზე ქადაგებდა, ზეციერი მამის თაყვანისმცემლობას სასწავლიდა, სატანას რომ სულიერად გაეტეხა, ღვთისმგმობელად გამოაცხადებინა თავის მარიონეტებს. ეს კარგად ჩანს თუ რამხელა ემოციური ტკივილი მიაყენა ამით ეშმაკმა იესოს, როდესაც მას ღვთისმგმობელად შეარაცხინა. მოდი ვნახოთ ეს როგორ კარგად ჩანს იესოს ლოცვიდან. ლუკას სახარებას თუ ვნახავთ 22 თავს 41-დან 45-ის ჩათვლით მუხლებს დავურთავ. დავკვირდით 44 მუხლს. აქ წერია თუ რამხელა ემოციური ტანჯვა განიცადა იესომ, როდესაც იესომ გაიგო, რომ ის უნდა აი ამ უსამართლო ბრალდების საფუძველზე გაესამართლებინათ, ეწამებინათ და მოეკლათ, ხო? რა ბრალდებისაც აპირებდნენ მისთვის რომ წაეყენებინათ, რომ ღვთისმგმობელად გამოეცხადებინათ. მას რა თქმა უნდა სიკვდილის არ ეშინოდა, რადგან ისედაც იცოდა, რომ მისი და ჩვენი ზეციერი მამა სიცოცხლის შემოქმედი იეჰოვა კლავაც მოიყვანდა სიცოცხლეში და აღადგენდა მკვდრეთით და ასეც მოხდა, მაგრამ მას ტკივილს აყენებდა თავადის ბრალდება, რაც მას წაუყენეს, რასაც წაუყენებდნენ, ხო? აქ 42 მუხლში სწორედ ამას ეხვეწება იეჰოვას მამა, თუ გსურს ამაცილეო ეს სასმისი. ანუ სიკვდილი ამაცილეო ამას კი არ სთხოვდა, არამედ აი ეს ბრალდებაო, რომ შენს მგმობელად არ მინდაო, რომ შევირაცხო, მაგრამ მივაქციოთ ყურადღება რა მოაყოლა მაშინვე 42 მუხლის მეორე ნაწილში. მაგრამ იყოსო არა ჩემი ნებაო, არამედ შენიო. აი ამ სიტყვებით იესომ იმას გაუსვა ხაზი, რომ თუ კი იეჰოვა ამას საჭიროდ თვლიდა, მაშინ იესომ მზად იყო მორჩილებისთვის აქაც, რომ აი ამ ბრალდებითაც მომკვდარიყო. მოით უფრო ღრმად ჩავიხედოთ ახლა კიდევ რა ეხმარებოდა იესოს იეჰოვასადმი ასეთი მორჩილება შეენარჩუნებინა, რითიც დავიწყეთ ეს ვიდეო რგოლი, ის მორჩილი იყო სიკვდილამდე, ხო, ეს აზრი გვახსოვდეს ყოველთვის და ვნახოთ ახლა ებრაელთა მეხუთე თავი, ეს თუ მთლიანი ბიბლია გაქვთ, ბოლოდან მეორე წიგნია, ებრაელთა წერილი მეხუთე თავის მეშვიდე, მერვე, მეცხრე მუხლები. მერვე მუხლზე ზემოთ უკვე ვისაუბრემე და იმაზე თუ როგორ რა გაგებით ისწავლა იესომ იეჰოვასადმი მორჩილება, ახლა დავაკვირდეთ მეშვიდე მუხლს. რაც წეგანას წავიკითხეთ, რას სთხოვდა იესო იეჰოვას ლოცვაში. აქ უფრო მეცაც ვიგებთ. გარდა იმისა, რომ იეჰოვა სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის შემოქმედი და თავად იესო მას სთხოვდა, რომ სიკვდილიდანაც გამოეხსნა და აღედგინა იგი მკვდრეთით და კვლავაც ის მდგომარეობა მიეღო, რაც მანამდე დედამიწაზე მოსვლამდე ეკავა, მაგრამ ჩვენი მეტი ყურადღება რას უნდა მივაქციოთ? აი ამ მეშვიდე მუხლის ბოლო სიტყვებს, რის გამო აქ, რის საფუძველზე შეისმინა ზეციერმა მამამ იეჰოვამ იესოს ლოცვა. ეს ჩანს კარგად, წავიკითხავ, შესმენილი იქნა ღვთის შიშის გამო. დავაკვირდეთ აი ამ მნიშვნელოვან აზრს, თუ რა ეხმარებოდა იესოს ზეციერი მამის იეჰოვას მორჩილი ყოფილიყო თვით სიკვდილამდე. ეს იყო
ღვთის იეჰოვას შიში. აქ ახლა მე იმ კატეგორია ადამიანებზე არ ვისაუბრებ, ვისაც იეჰოვასადმი შიში კი არა, საერთოდ აი ამ სახელის გაგონება რო არ სურდა, რომ მრავალ შეურაცხყოფებს აყენებენ ამ სახელს თავიანთი გამონათქვამებით. ასეთებს უკვე გამოტანილი აქვს ისედაც იეჰოვას განაჩენი და ურჩებათ ჯიუტებად დღების კატეგორიად არიან მოხსენებული მათეს სახარების 25 თავის 51-დან 46-ის ჩათვლით, სადაც აღწერილია, როდესაც დედამიწაზე გაიმართება სამსჯავრო, რა ელოდებათ მათ. მე ვსაუბრობ ჩვენზე, ვინც ვცდილობთ მივყვეთ იესოს მაგალითებს, ვინც ვცდილობთ ერთგულად მივყვეთ ჩვენს წინამძღოლს და ვინც ვსწავლობთ იესოსგან, ვინც ვცდილობთ მივბაძოთ მას, რომ ავირეკლოთ ქრისტეს აი ჩვენი აი პირად ცხოვრებაში, პრაქტიკაში გადმოვიტანოთ ქრისტეს მაგალითები ჩვენს ცხოვრებაში, ვინც ამას ვესწრაფით, ხო? და ვინცაც გვინდა რომ ავირეკლოთ ქრისტე ჩვენს ცხოვრებაში და ვიყოთ მისი მიმდევრები, ჭეშმარიტი ქრისტიანები. გარდა თავმდაბლობისა, რაზეც მე გასულ 93 ვიდეო რგოლში ვისაუბრე, მოგვეთხოვება ზეციერი მამისადმი, იეჰოვასადმი მორჩილება. სწორედ აი ეს ვისწავლეთ აი ამ ვიდეოში მოყვანილი მონაკვეთებიდან. აქ ვნახეთ, რომ იესოს იეჰოვასადმი შიში ეხმარებოდა მორჩილებაში. ეს არაა პანიკური შიში. ესაა შიში იმისა, რომ ისეთი არაფერი ჩავიდინოთ, რომ ვაწყევინოთ ზეციერ მამას, ისეთი არაფერი გავაკეთოთ, უფრო სწორედ კი ისეთი არაფერი გავაფუჭოთ, რომ გული ვატკინოთ ზეციერ მამას. ისი არ მოიქცეთ, რომ გავიფუჭოთ ზეციერ მამასთან ახლო პირადი ურთიერთობა, ვისაც უკვე გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს მამასთან ეს ახლო პირადი ურთიერთობა. და თუ ვინმეს არ აგაქვთ ასეთი პირადი ურთიერთობა ჯერ ზეციერ მამასთან და ეს შესაძლებელია, ასეთებს გირჩევთ, შემოდით ჩემს გვერდზე, იესოს ფოტოზე დაწკაპუნებით, გახსენით აი ეს ვიდეოების ფუნქცია და მოისმინეთ რიგით 59-დან 57 და ასევე 60 რგოლიდან აი ამ ბოლო ვიდეო რგოლებამდე. სწორედ ზეციერი მამასთან დასაახლებლად არის ეს ვიდეოები, ის მონაკვეთებია, ისეთი მონაკვეთებია გამოყენებული, რომელიც დაგეხმარებათ ზეციერი მამის გაცნობაში და მასთან დაახლოებაში. ასე რომ ჩვენც უნდა განვავითაროთ ასეთი შიში ზეციერი მამის მიმართ, რომ არაფერი ვაწყევინოთ მას, გული არ ვატკინოთ მას, როცა გავიცნობთ, დავუახლოვდებით ზეციერ მამაში. და ვნახოთ ერთი მონაკვეთიც თუ რითი განსხვავდებოდა ახლა იესო პირველი ადამიანისაგან, ადამისაგან. ადამის ხო სრულყოფილი ქმნილება იყო, თავად ზეციერი მამის მიერ იყო შექმნილი, იგი უნაკლო იყო, სრულყოფილი იყო სრული გაგებით. მაგრამ ნახოთ რომელთა წერილიდან რას ვიგებთ, მე-5 თავს დაურთავ, მე-17, მე-18, მე-19 მუხლებს. აქ კონტექსტში საუბარია, როგორ ეურჩა ადამი ზეციერ მამას და ამბოხებულ სატანა ეშმაკის მხარე დაიკავა. აყვა იმ ცდუნებას, რაც ეშმაკმა შესთავაზა მას. და ამის საფუძველზე ცოდვა მიიღო, მე გადმოგცა ეს ცოდვა მემკვიდრეობით მთელ კაცობრიობას და ცოდის შედეგად უკვე სიკვდილი. ამიტომ კვდებიან, ამიტომ ბერდებიან ადამიანები, ამაზე მე სხვა ვიდეო რგოლებში ვისაუბრე. თუმცა დედამიწაზე მოსულმა იესომ, რომელიმაც აი ეს ადამის მსგავსი იყო, იგი ფაქტიურად მეორე ადამად მოიხსენიებს მას კორინთელების პირველი წელს მე-15 თავში, მისი საპირწონე იყო, ადამის საპირწონე, როგორც გამოსასყიდი, ანუ როგორც ადამი იყო სრულყოფილი, ასეთივე, ანუ გვერდ-გვერდ რო დაგვეყენებინათ, უპევით გამოიყურებოდნენ, შეიძლება ითქვას. ყველანაირად ერთმანეთის მსგავსები იყვნენ. და იესომ გამოგვისყიდა აი ამ მდგომარეობიდან, რითიც ადამმა დაგვამძიმა. აი ამ ძინეცოდული მდგომარეობიდან. და იესო ადამისაგან განსხვავებით მამის მორჩილი დარჩა სიკვდილამდე და მოგვიტანა ხსნა მარადიული სიცოცხლისათვის. წავიკითხავ აი ამ ბოლო მე-19 მუხლს. როგორც ერთი კაცის ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით გახდება მრავალი მართალი. გვესმის ხომ აი აქ ხაზგასმული ურჩობისა და მორჩილების შედეგები. ეს სიკვდილის სიცოცხლის საკითხია. ღმერთი არავის არაფერს აძალებს, არც ადამიანისთვის დაუძალებია არაფერი, მან არჩევანის საშუალება მისცა, მან ნების თავისუფლებით შექმნა ყველა ჩვენგანი და არჩევანს კი ჩვენ თვითონ ვაკეთებთ პირადად. ადამიანის გზას გავაგრძელებთ და ვეურჩებით ზეციერ მამას, შეუერთდებით მიამბოხე სატანა ეშმაკს, მის ცდუნებებს ავყვებით, თუ პირიქით იესოს ნაკვალევს მივყვებით,
ფაქტიურად მას მიუბაძავთ ვიქნებით როგორც თავმდაბალი იყო ის ასევე მორჩილები ზეციერი მამისა რაც აი ამ ვიდეოში გავიგეთ აი ბიბლიური მონაკვეთებიდან საბოლოოდ ამას პირადად ყველა ჩვენგანი ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ რადგან სწორედ ამის საფუძველზე გვაძლევს ღმერთი სამომავლოდ იმ დაპირებულ მარადიულ სიცოცხლეს რომელიც მას გამზადებული აქვს მარადიულ სამყოფელში რომელიც უნდა მოგვცეს ხო მე ამაზეც ვისაუბრებ ბევრი თუ რას ნიშნავს ეს მარადიული სამყოფელი და მარადიული სიცოცხლე რომ ეს რეალობაა რომ ეს სიცოცხლე რომელთაც ჩვენ ცხოვრობთ ეს დროებითი სიცოცხლეა ეს არაფერი არ არის აი ის კი ჭეშმარიტი სიცოცხლეა მარადიული სიცოცხლე სულ სხვაგვარად აღვიწერს ბიბლია და ამისათვის რა თქმა უნდა სულიერი შრომაა საჭირო როგორც თავმდაბლები უნდა ვიყოთ ასევე მორჩილები რაც აი ამ ვიდეოდან გავიგეთ და ჩვენ უნდა ვბაძავდეთ ვისაც პრეტენზია გვაქვს ქრისტიანობაზე იესო ქრისტეს აი ამ საკითხებში და განსაკუთრებით აი მორჩილებაში რომელსაც ახლა გავიცანით რადგან ნახეთ რომ იესო მორჩილი იყო სიკვდილამდე ეს მოითხოვება ყველა ჩვენგანისგანაც